Don't you know I'm a loco? გამარჯობათ მეგობრებო. ჩიკანოა ჩვენი სტუმარი დღეს. როგორ მოგწევთ? მე ძამიქარია, იმიტომ რომ დღეს უკვე გატარებასაც შევძლებ. გავესაუბრებ ფლობელს, გავიგებ რა შეა საქმე, რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, რა დაჭდა და ასე შემდეგ. Let's go. არხი გამოიწერეთ აუცილებლად ვიდეო და ლაიქეთ. წავედით. Chicanos and Chicanas, ჩვენი სტუმარი არის რეზი ბროძელი. ხოსტონავთ. კი ბატონო. ეთელი იყოს ბავშვი ხეხი მოდკასტში. და მოდი ვისაუბროთ შენს საოცრებაზე. შენს ჩიკანოზე. რა მოდელია დავიწყოთ მაგით, სუთავიდან რა იყო, როგორ გადაკეთდა, როგორ გადმოკეთა და ასე შემდეგ. რაც გახსოვს. მოკლედ, ამაზე საუბარს რო დავიწყებ, რომ თორებ ხოლმე და მოკლედ ვეცდები რომ ცოტა უცებ თავარია შინაარსი ჩავაქსოვო. მოკლედ, ამბაიქს ვეჯექი ძალიან დიდი ხანი. ვეძებდი კონკრეტულად ამ ძრავს, evolution-ი. ყველამ კარგად ვიცით, ჰარლისტებმა კიდე უფრო კარგად ვიცით. 1996 წლიანი არის Softail Heritage-ი. ჩამოვიდა უფრო club style-ით, bagger club style-ით და მე მქონდა ჩაფიქრებული რომ ყოფილიყო რაც არის ახლა დღესდღეობით ჩიკანო, მექსიკური სტილი. თავისი ყველაფრიდან სილამაზეები და დანამატებით. კი ბატონო. რეები გავუკეთ, ახლა მოდი დავიწყოთ. რამა, მატორია დარჩა. კრილოებიც მე მგონი დარჩენილია. თავისი აქვს. მოკლედ 21-იანი დისკი ეყენა, მაგრამ ეყენა ვიწრო 90-90-ზე რო ყენდება საბურავი და პატარა სპიცებით. მე გადავიყვანე Fetspoke-ზე, მამონტის დისკები არის წინა უკანა სეტში ვიყიდე. წინ კიდე ნიკელები შეუცვალე, წინ ამას ქარხნულად მოყვება გაბარიტი, მაგრამ მე არ მომწონს, უფრო გავანიკელე და წინაც სხვა დაუყენე, ესე ვთქვათ, დეტეილინგში. ამორტიზატორებზე ქავერები დავაყენე ნიკელის, რკინის. აი ცოტა ზემოთ ნახე. აი ეგენი ზუსტად. კი ბატონო. ფარების რა თქმა უნდა 1996 წლის განათებები რაოდენად აღარ და გაუშილედები. საჭე შევცვალე 16-იანი განგსტერი აყენია. მეტი წინ გამშვებები რა თქმა უნდა. შემისვლე გამშვებები, კი ბატონო, Truduali, Freedom Performance. შემდეგ ძრავშიც თუ გაინტერესებს ძრავშიც ჩამძროლები ვართ და თავისი ტალკაწელები რასპრედვალი ქართულად როგორ არის? არ ვიცი. ხო, რასპრედვალი მოკლედ Andrews 27 აყენია. კიდევ სპეციალურად ეს რახან კარბურატორი არის. კარბურატორი თავისი არის, იმიტომ რომ ამას არ ჭირდებოდა არაფერი, ხო? მიკუნის ორიგინალი კარბურატორი აყენია, ერთადერთი უბრალოდ ჟიკლიორები მაქვს შეცვლილი შიგნით, რომ უფრო დიდი გაწევა კონდეს მაღალ აბაროტებზე. კიდევ მიყენია სპეციალური Fireball-ის ignition სისტემი, ესე ვთქვათ, კარბურატორს ზამთარში როა ესე ვთქვათ, გაუჭირდეს დაქოქო პლუს აი ის ხმა. კი ბატონო, რო უკრავს. ამაზეც უნდა დაუკრა ერთხელ რა. ხო, მაგრამ ნახე ვიდეო იქ. ის Yamaha იყო, ხო, მე მგონი. Yamaha-ს კარბზე რო უკრავდი აკუსტიკურით, მაგრამ ამაზე ელექტროთი უნდა დაუკრა უეჭველი. დავკოკოთ მე. ისიც მაინტერესებს, ეს პადოესკის ლეგენდების ამორტიზატორები ვიყიდე მაგისთვის, ამაზე ცოტა ესე ვთქვათ სპეციფიური კაი ხნის ესე ვთქვათ ძიება მომიწია და ბოლოს გადავწყვიტე და ოფიციალური ლეგენდის საიტიდან გამოვწერე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვიშოვე 1996 წლიანისთვის. ამის რამა სხვა არის და 2000 წლიანის ზემოთ უკვე რამაში რაღაც განსხვავებებია და პატარა ესე ვთქვათ ძრავი რაც თვითონ ჰაერს ტუმბავს. აი აგერ აყენია, ლამაზად შიგნით არის დამალული. ვაფშე არ ჩანს. ხო. კი, მაქსიმალურად სილამაზეზე გათვლილია, რო არ გამოჩნდეს. აუ, ნახადუც შეგიძლია, просто ჩვენ გზებზე არ შვები, ხო? კი ბატონო. ნაფერწყლები რო არ გააყრევიო, მე რა გავშოვე. ჩვენი გზებიდან გამომდინარე, სად რომელი მთა შემოხდება.
ბიჭო, ხო და ისა, ჩვენს პოკერრანზე ყველაზე ლამაზი მოტოს პრიზიც მიიღე, რო? კი ბატონო, ბოლოს პოკერანი რომ მოვილიეთ, რო ჩავედით იქ, კარგათაც რომ მოვილხინეთ. ბოლოს იყო დაჯილდოება ყველაზე ლამაზი ბაიკის და აი ესეთი გემოვნება გვაქვს მეგობრებო Black Belt-ში რა. ჩვენთვის ყველაზე ლამაზი ბაიკი ეს იყო ყოველ შემთხვევაში იმ წუთას ყველაზე მეტად ეს მოგვეწონა და აზრი არ გაყოფილა სიმართლე ვთქვათ ეხლა. თუმცა იყო იქ ვარიანტი, ვისაც ჯინჯერას დაინაზეც, მაგრამ მაინც სიძველეს და კლასიკას ვეცით პატივი რა. ესეთი ხალხი ვარ ჩვენ რა. ეხლა მითხარი სად მოძრაობ ამით? ამით ეხლა ყველგან ვერივლი. ძირითადად მაინც ქალაქში დადიხარ ხოლმე ხედავ. როცა ვახერხებ. კემპინგზე იყავი? არა, კემპინგზე ვერ ვახერხე, იმიტომ რომ შაბათი კვირა ჩემთვის პირიქით არის. მე კვირის დღეებში უფრო ანუ პირადი მიზეზის პონჩი თუ მოტოს გაუფრთხილდით ხო მაგას გეკითხე? არა, მოტოს ისე ვივლიდი რომ მოტოსაც გაუფრთხილდებოდი, მაგაზე არ იყო პრობლემა, უბრალოდ დროის ამბავში სპორტით ვარ დაკავებული და ჩემთვის შაბათი კვირა უფრო დატვირთულია ვიდრე სხვა კვირა. რა სპორტით ხარ დაკავებული? რაგბი. რაგბს თამაშობ? კი ბატონო. ნაკრებში ხარ სადმე? ნაკრებში ვიყავი, უკვე მე ასაკმა ესე თქვა თავის იქნა და დღესდღეობით უკვე უბრალოდ გუნდში ვთამაშობ საქართველოს ჩემპიონატის. ძალიან მაგარია. რომელ გუნდში? გორის გორი. გორის გორი, წარმატებები. მადლობა. მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ჰელმეტარიუმში, თუ ვინმე ვერ მიხვდა ამ ხელა წარწერით და წეღარო კადრები ნახეთ მაგით. ხო, სადაც შეგიძლიათ ძალიან გემრიელად მოჯდეთ და ძალიან საინტერესო რაღაცები იყიდოთ. დღეს მე ესავაგრიალე, ჩემ კურტკაზე მიდის. ნუ ბაიკერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილი, ან ბაიკერების შეყვარებულებისთვის. სასაჩუქრად შვერიერი ადგილი არის. ნამიოკი. ხო და მაგაზე გამახსენდა, რამე მივირთვათ რა, მენიუ გავაძოთ. გავიდა, მადლობა. ბიჭო, ამდენი რამეს წერა კითხვა, ხო? ამდენი წერა. ცოტა გიმეზარება. რას მირჩევ, ზურა? აბა. ძალიან მაგარ სამზადებლო გაქვს, პიცები, პიცები, ბურგერები, ჰოთ-დოგები. კი. ვიცით, გვაქვს ნაჭარი. ვართ ნამყოფები. ხო რა, ახალი რა. ფილადელფია რას ნიშნავს? ეს არის მე ვიცი ფილადელფია სუში, როლი. ეს არის დაკეპილი სტეიკის ხორცის სუკი. ოპა. იტუშება. ოპა. ეს ხლად დაჭრილი ყველი ედება რა. ოპა, აღარ გვინდა, ეს აღარ გვინდა. მადლობა. აღარ გვინდა, ფილადელფია. ისეთი და ხასიათება მოყვა. ვიცი, სტეიკის თვითონ ჯერ სიტყვა გელაპარაკება, სტეიკი. ჩვენ ხო ის რანერი ხალხი ხორცის ჭამელები ვართ, რაღაცნაირად. ბიჭო, მექსიკელების არაკლებენ მაგ ხორცის ჭამას და კი ბატონო, ჩვენაირები არის. რაღაცით გავართ ერთმანეთს, ხო, რაღაც. ხასიათი ტემპერამენტი გვაქვს. ხარიზმით კი არა, ტემპერამენტი. ტემპერამენტი. აგარი წამყვანი ვარ, ხარიზმა და ტემპერამენტი რო აგერავარ. კაი, ეხა ეს გავაკეთეთო, ვიძახით გასაგებია, მაგრამ ვინ გავაკეთეთ? თქვენ თვითონ ვინმესთან უყავდა, რა ხდება, გარაჟი როგორ არის? კონკრეტულად ესე გარაჟი არ გვაქვს, მაგრამ ამ ბაიკის აწყობაში ლომის წვლილი მიუძღვის ჩემს ძმაკაც გურამ როსტიაშვილს, ყველა მოტო ბაიკერი, ესე ვთქვათ, როსტის სახელით იცნობს მას. მოკითხვა აქედან ძმას. კი ბატონო, მოკითხვა გურის კიდევ ერთხელ და აი, რავი, დიზაინი, ყველაფერი შერჩევა რაც გქონდა, რაც მაინც მინდოდა რომ გამოსულიყო, მასთან გავდიოდი კონსულტაციას და ერთად უკვე აი ესე ვთქვათ, მივედით ფინიშამდე. არა, კაი ფინიშზე გადასულები ხართ ნამდვილად. რა გამოგჩა კიდე? აი ეს წეღარ მეგონა მეთქი პუნჩო აქვს, просто დახვეული თქო, ან რაღაცა თქო და. ეგ არის სურპრიზი. ყველას ეგრე გონია რომ უბრალოდ ესე ჩიკანოს რო უხდება, უბრალოდ პლედი არის, მაგრამ სინამდვილეში მანდ არის ჩასახლებული დინამიკები, რომელიც გამოსულია აქვს. აქ არის ჩვენი გამაძლიერებელი, რომელიც გვაძლევს 20 წელზეა დაჟე? აბა, განახო? მაგას რომ დავჯდები, ახლა დღეს გზაშიც გავტეს და უეჭველი. აი. ჩემი კენუდის. ეგ რა შიდევს, ეგ რა არის? ეს არის ზოგადად ესე ვთქვათ toolbox-ი. აჰა, გასაგებია. მაგრამ მე toolbox-ი არ მჭირდება. მჭირდება ხმა. კი ბატონო, მოწესრიგებული გაქვს ყველაფერი. ღმერთთან უნდა გაჭიროს. მადლობა. კიდე რამეს ვარაპირებ? ამ ბაიკთან აკავშირებით ერთადერთი შეიძლება უკანა პნევმო ხომ აქვს და წინა პნევმოც წინაცო დაიწიოს. წინასკვირის რო დაждდეს და
კი ბატონო, ძალიან მომწონს გაჩერებულზე დაწეული, დავარდნილი, ესე ვთქვათ, ფარები როა. ეს მე მგონი ახლა უბრალოდ რაღაცა აღარ იცი და ხო, უფრო ეგ არის. ვაფშე არა თუნდა მოარღადა. პროსტა რაღაცა აღარ იცი მე მგონი და მაგიტო. გოგოები რო საშოპინგო შედია და ყველაფერი აქვს, მაგრამ აი წითელიც რო უნდა იგივე რაღაცა. ეგეთი ის მაგ ეხლა. ბიჭო, კაი, რაც შეეხება ფასს, მოდი ვთქვათ ესე უხეშად რა დაჯდა თავიდან ბოლომდე, ახლა შევი ვიცი რომ სადღაც 12-13 რო გაცდა, აღარ დაგითვლია. ეგრე გაქვს ნათქვამი, მაგრამ მოდი დაცოთ დავძაბოთ, გონება დაახლოებით 15 მეტი? შეიძლება მეტიც 15 და 17-მდე სადღაც ალბათ მერყეობს რა. ზუსტად მართლა არ მახსოვს, იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, მწვანეში. ჩემი კარგი იმიტომ რომ მარტო დისკები იქ ყიდვა დამიჯდა, რაც მახსოვს $1200-1300 დაახლოებით მარტო ყიდვა იქ. გამბაჟება ჩამოტანა, ეგ კიდე ცალკე ამბავია. ნუ $1800 ლეგენდების ისის გამბაჟება ჩამოტანა, მაგებს უკვე აღარ დავთვლი. დინამიკი ჩვენი თავაწყეთ, მაგრამ თვითონ დინამიკა ანუ გამბაჟებებიც რო ჩავთვალოთ, შეიძლება და 18-19-იც შეიძლება, ხო. ანუ მაგრამ ჩემთვის რო ვაწყობდი და ჩემთვის რო მინდოდა ესე ვთქვათ, ჩემი ოცნება ავიხტინე და კი ძმაო, კი. ფინანსურად აი მე და ზურაბ საუბრობდით, სანამ შენ მოხვიდოდით, რომ აი ხო ფიქრობ ადამიანი, რომ რაღაცა გზას გადიხარ, ბაიკერულ გზას და კლუბს და რაღაც ეგეთ რაღაც არ გულისხმობ. ცხოვრების წესს არ გულისხმობ, მოტოს გულისხმობ რა. იწებ რაღაცით გადაჯდები, რაღაცაზე გადაჯდა და სადღაც ფიქრობ რა უნდა იყოს ის ბოლოს ითიც იკატავებ რა და ორივე ფიქრობთ რომ მე ვფიქრობ რა თქმა უნდა, ნუ ეს სტილი, მაგრამ ჩანთები მინდა, ბეგერიც მინდა რომ იყოს და ზურას არ უნდა ჩანთები. ესეთი უნდა რომ ყავდეს. ბეგერი მაშინ ჩიკანოში Road King-ი ბევრად უკეთესია, ვიდრე მაგალითად Softail-ი ბეგები რო ყავდეს. ბაგერი და. კი. ჩანთების გარეშე Softail-ს სილამაზით ჩემი აზრით ამ ჩიკანოს სტილში მით უმეტეს. კი ბატონო. ბადალი არ. ვერ უდგება ვერავინ. მომავალ გეგმებზე გადავიდეთ. ეხლა მე როგორც ვიცი ეს როგორც შენ ვითხარით, თქვენ თვითონ სამეგობრომ გააკეთეთ. კიდე ყავთ რაღაც Road King-ის Road Glide 2024 წლიანი არის. გეგმები გაქვთ კიდე კარგი და საინტერესო, რაც წესი დააინტერესებს ჩვენ მაყურებელს და რო გაგვანდოთ ეგეც. კი ბატონო, ჯერჯერობით ესე ვთქვათ, სახელოსნო არ გვაქვს, უბრალოდ ხელსაწყოები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით სივრცე არ გაქვს უბრალოდ. პლუს სწავლებაში ვარ და სივრცე არ გვაქვს და არც ძიებაში ვარ სივრცის, იმიტომ რომ ჯერ გვირჩევნია რომ ის პრაქტიკა ვიღოთ, ავკრიფოთ რომ გავიხსნებით მაგალითად და დავაპირებთ უკვე რომ всё სტარტია. ჩვენთან რომ მოვა მაგალითად კლიენტი, ანუ ოფიციალური გარაჟის გაკეთება არის გეგმაში. კი, არის რა თქმა უნდა და გარაჟი მხოლოდ ესე ვთქვათ სერვისი არ იქნება, იქ იქნება პლუს custom სერვისი, ესე ვთქვათ შევთავაზებთ მომხმარებელს დიზაინებს, ასე შემდეგ, საღებავს და ასე შემდეგ და მაგის მიხედვით უკვე გადაწყვეტავს ხებავთ კიდევაც თქვენ? ჩვენ არ ვღებავთ, მაგრამ არც ეგ არ იქნება პრობლემა, ყავს იმ დიდი სამეგობრო, რომელიც მაგ სფეროში გამოცდილები და პროფესიონალები არიან. ამიტომ ჩვენ რაც ვიცით, იმას მივხედავთ და დანარჩენს უბრალოდ დავაკვალიანებთ და ისე მიეხედება მაგ ამბავს. წარმატებებს გისურვებთ, ძმაო, მაგ საქმეში, კაი საქმე არის ნამდვილად. სახელოსნოები არ გვაკლია, როგორც ასეთი საქართველოში, მაგრამ ორიენტირებული custom რაღაცეებზე და ნუ ესეთი პროექტების კეთებაზე დაკლებათ არის რა. მაგრამ კაია თუ დაგვემატება, რა თქმა უნდა და ესეთ პროექტებს თუ გააკეთებ. საჭმელი გავზადდა, მე მგონი, მოდი გავსინჯოთ. ბიჭო, რა მხელა მართლა ეს რა არის? მართლა. ბიჭო, ამის ჭამას ხო არ გაყურებინებთ ეხლა და რო არ გადაგრევთ და მოდი გაყურებინებთ ჩემ გაკატავებას ამ მოტოციკლეტით და ემოციებს. არა ერთ უნდა გავსინჯო რა. ბიჭო. აი გადმოდის. შეხედე. ხო არ გადავა, ბიჭო. კიდე კაი, ეს თუ არ გამიკეთეს გზაჭმელზე, ამას როგორ შევჭამდე? აუ რა კაია. აბა ბიჭო. ჩემი ახალი ზიზია ხელთათმანები. ესო დავინახე. ჩემ კურტკას ისე დააკვდა. რო არ დამეთრია შანსი არ იყო. ცოტა მიჩვევა უნდა. ოპა!
მაიანელი ვარ ძმაო. ძალიან რბილი სასიარულოა. ნებისმიერ გზაზე, აი, მანძილს გულისხმობ, დავიდოდი ამ მოტოთი უდიდესი სიამოვნებით. დომა აქვს ძალიან კომფორტული, შეგრძნება. ოდა ძალის შეგრძნებაც ძალიან მაგარი აქვს. ხო, არ არის ხა ამის მოტორი 1 და 6 და 1 და 7 და რაღაცა. არის 1340, მაგრამ ძალა იგრძნობა ძალიან. და ქარიც ძალიან იგრძნობა. ძალიან გებრიელი სატარებელია რა, აი ძალიან. როგორ მიხდება თქვენ ეგ თქვით, აბა? აუ ფეხებსაც წინ შემოდებ თუ გინდა. აი! წავედით ამერიკაში. აუ ძალიან მაგარია რა. აღარც მახსოვს რომელ სიჩქარეში მაქვს ეხლა, მაგრამ არ შემიცვლია რამდენი ხანია თუ დააკვირდით. მოდივარ ნარნარით. მართალია დაბალი სიჩქარით მოდივარ, მაგრამ ეთხოვა მოტოციკლეთს, რომ ჩემი მოტოსგან განსხვავებით მაღალ სიჩქარეზეც კრუიზერულად ძალიან კარგად ივლი. მაღალ სიჩქარეს არ გულისხმობ ეხლა რა თქმა უნდა სპორტების სიჩქარეს. ჩვენებურ მაღალ სიჩქარეს გულისხმობ. ეხლა მაგალითად ჩემი მოტოთი მაქსიმუმი სტაბილურად რა სიჩქარითაც მაღალი სიჩქარით შეიძლება ვიარო არის 70 მილი, აი ცოტა მეტი რა. მაგრამ ძალიან არაკომფორტულია. ამით უფრო მეტითაც შეძლებ ესე მგონია. დღეს ეხლა მაგის გატესტვას ესეც ხარში და სიცივეში არ ვაპირებ, მაგრამ თუ ესე მგონია რა. ბიჭო, ძალიან მაგარი მოტოციკლეტია რა, აი მართლა ძალიან მაგარი მოტოციკლეტი. ალბათ ეხა ისიც მოქმედებს, რო ვიცი გარედა როგორ შეიძლება გამოვიყურებოდი ამ მოტოზე რო ვზივარ, რაღაც ცოტა სხვა შეგრძნებას გაძლევს რა. მაგრამ მართვის შეგრძნება აქვს ძალიან გებრიელი. ანუ დადიხარ და ისვენებ თან რა. ნოლი დაძაბულობა, ნოლი სტრესი. მოკლედ უგებრიელესია რა. აი ყოჩაღ რა რეზი რა ყოჩაღს ბაო. საღოლ. საღოლ, ბაო მართლა საღოლ.
წააგებრიელი. Просто იცი რა არის ჩვენი გზებისთვის განმეორდები როგორც აი მწვანე ჩოპერის შემთხვევაში. იქ პრობლემა იყო შენი კომფორტი რა, რომ ზიხარ ძალიან ტკივან წელი და ერთი ადგილი, ხო და ამ მოტოს შემთხვევაში თვითონ მოტო არის ცოდო რა. შეიძლება ძალიან ბევრი უხახუნო. მაგრამ მე თვითონ კომფორტულად ვზივარ. საერთოდ დაძაბულობა არ არის და აი ოდნავად ტკივილი წელისა რაღაცა აი საერთოდ არ აქვს. აქ მე მგონი ცოტა ხარი არ არის და ჩიკანოზე დაგელაპარაკებით. ჩიკანო თვითონ სიტყვა არის მეხიკანოს შემოკლებული ვარიანტი რა, როგორც აი ამერიკანო არის, ამერიკელს რო ეძახიან, მექსიკელს რო ეძახიან მეხიკანოს. ხო და მაგის შემოკლებული ვერსია არის ჰიკანო და ანუ ჩიკანო. ხო და ჩიკანო არის კულტურა, არ არის მხოლოდ ამ სტილის ბაიკის დასახელება. კულტურას ვიძახი, ოღონდ ხო კულტურა არის, იმიტომ რომ როგორც ჩვენთან არის ხა კურდული კულტურა, ისე არის იქ ამერიკაში. მექსიკური, ანუ მექსიკული წარმოშობის ამერიკელების კულტურა არის რა, ესე ვთქვათ. არის განგსტერების სახელი. ასევე არის ტატუ მიმდინარეობის სახელი, არის ამ მოტოს სახელი, არის რეპშიც ჩიკანო რეპი 90-იანებში გამოჩნდა პირველად ჩიკანო რეპი. განძაღლო აქედან. განძაღლო აქედან. ერჩიან მოტოს ერჩიან. ხო და ნუ მოკლედ რა, აქედან მოდის სახელი ჩიკანო. აუ მოსახლეებში ძალიან უხახუნებს. გაუთავამდი მე მგონი. აქედან მოდის ესე იგი სახელი ჩიკანო რა. სტილისტურად ეხა მე ძალიან მომწონს. მოტოც ტატუებით ეხა განგსტერებზე რა გითხრათ. მაგაზე არ ვილაპარაკე ხო. მაგრამ კაი სტილია რა. რეპშიც მექსიკური რეპი ასწორებს რა. მე საიპრესილი მევასება. საიპრესილი რამდენად არის ეხა ჩიკანო რეპი მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ნუ მოკლედ ეგეც ერთ-ერთი კულტურის ნაწილი არის. ეს პატარა მოკლე ინფორმაცია ჩიკანოსთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ მოტოთი გამოსეირნებით. ცოტა რთული იქნება სპორტსტერზე დაბრუნება. ამის შემდეგ. ოღონდ მართლა აი დედასპიცა ვარ მართლა. აი იმაზე ხო არ მithქვავს იმ წინა ჩოპერზე. რთული იქნება თქო, აი ვიზუალურად ის ძალიან ლამაზია და ძალიან ზერსკია, მაგრამ ეს походу აი კომფორტულიც არის რა, ძალიან კომფორტულია და ძალიან დასვენებულის შეგრძნებას გაძლევს რა. თითქოს აი დადიხარ გატაობ ორი ბორბლით, მაგრამ აი თან ისვენებ ძალიან. სხეული ისვენებს რა, მაგას ვიძახი. სხეულიც ისვენებს, ხო? ზოგადად გატაობა გონებას ძალიან ასვენებს, მაგრამ სხეულს ცოტა ნაკლებად. მოტოს გააჩნია ესე იგი. ეს მოტო სხეულსაც ასვენებს. როგორც კი დაძრავ, ურბილესია, მართლა ურბილესი. და ეს ვიბრაციის და ხმის კომბინაცია აქ ძალიან გემრიელი რა. შეგიძლია რა თქმა უნდა აღრიალო კიდეც, მაგრამ აი საერთოდ არ გჭირდება და არც გრიალებს თუ მშვიდად დადიხარ. და ეს კიდე ისეთი მოტო არ არის, რომ რაღაცა ძალიან აჭირო და რაღაცა იგონკაო და დაინასავით ან სპორტსტერებით ატარო, საერთოდ არ არის მაგისთვის ეს მოტო. ძალიან კომფორტულია რა, ძალიან. აქედანაც ვიდეოდანაც ძალიან დიდი მადლობა რეზი ძმაო.
ამ მოტოს გადაღების საშუალება რომ მომეცი და გატარების რაც უფრო მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. აი ნახდი იუთუბერი იყო და რომ გადაღება უფრო მნიშვნელოვანიაო და მე საკმაოდ ნახდი იუთუბერი ვარ, მაგრამ გატარებამ გადაწონა ძალიან кайფია რა. აიც გავდე. ანუ ჩვენი გზებისთვის ძალიან ცოდო არის რა თქმა უნდა ეს მოტოციკლეტი. იმიტომ რომ ბევრგან შეიძლება გაუხახუნო და გულზე გეხახუნება მე ხო ის. თან ეხა ამხელა ფასი რო გიზის მოტოციკლეტი ეგ ერთი და მერე მეორე ისეთი შეყვარება იცის მოტოციკლეტმა რაც არ უნდა გყავდეს აი სულ რავი 3 ლარი რო ღირდეს შენი მოტო ისეთ შეყვარება იცის რომ ნებისმიერი ნაკაწრი ვერა გულზე გხვდება ადამიანს. ძალიან ჩაკაიფებული ვარ რა მოტოცი რა. როგორ ხოძე ვიყავი რომ წავედი და იმენა მაჩილავა ჩემი გაი რა. კიდე გაუს. ვა, კი, ლამაზი ადგილია. ვიცი, მოტოსფეროს ვიდეო ვნახე, აქ ხონდა შუკასთან ერთად. მოკითხვა ორივეს, თუ მიყურებთ ძმებო. და თუ არ ხართ სექტანტები და მარტო სპორტებს და ენდუროებს თუ არ უყურებთ. მერე ჩვენ დაგვიძახებენ სექტანტები ხართო, ჰარლის ბრძოლებს. და თვითონ არიან პირველი სექტანტები. აუ, კი, ლამაზი ადგილია. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო მოდკასტის ახალი ფორმატი, სხვადასხვა წინას ჯინჯერას ეპიზოდსაც გადაგვარქვევ უეჭველი მოდკასტ დავაწერ და შესაბამის თამბნელს გავუკეთებ. იმიტომ რომ მოდკასტი არ არის მხოლოდ სიარული რა, ლაიკებით შეიძლება ვისხდეთ და ისე ვისაუბროთ. თუმცა ინფორმაცია აუცილებლად დაუბრუნდებით, პირდებით. ცოტა გამოვიდეს ამინდები, ხო იცი სტუმრები რა ნეირები არიან, ნეჟნები. საჭმელი ძალიან გაიგო რა. ამნევი ბესკნე რასაც ქვია. აღარ მე მართლა ვერ ვწავე ბოლომდე დასწრა. რა ვერ შევძელი. არა მართლა ძალიან კარგია. მე მოვერიე, მაგრამ აი რაგბისტოვამ გიშვება. აი ეგ აი რამდენი ვარჯიში მოგიწევს ახლა ეგ რო დაწვათ. მეგობრებო, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, გვეძმაკაცეთ, გვემეგობრეთ და გემშვიდობებით კარგად იყავით. კარგად. კარგად იყავს. მადლობა დღევანდელი. წარმატებები შენს არხს.